ქართული ოცნება საერთაშორისო პარტნიორებით ისევ იმედგაცრუებულია. გათვლა, რომ სახელმწიფოს გადატრიალების თავიდან აცილებისთვის ოცნების მთავრობას შექებას დაიმსახურებდა ჩავარდა. პირიქით, ბოლო დღეების დემონსტრაციული ტერორის გამო ბიძინა ივანიშვილის პარტია კრიტიკის სამიზნე კიდევ ერთხელ გახდა. ერთ-ერთი ყველაზე მწვავე ევროკომისიის სპიკერი ანიტა ჰიპერი იყო, რომელსაც დღეს ქართული ოცნების ლიდერებმა პერსონალურად შეუტიეს. სალომე ლაბაძემ მოისმინა ოცნების მთავრობის წარმომადგენლების განცხადებები. სალომე, გვითხარი დეტალები, რის გამო არიან ამჯერად უკმაყოფილო და რამდენად უკმაყოფილო? ქართული ოცნების განსაკუთრებული გაღიზიანება ამჯერად ანიტა ჰიპერის იმ განცხადებამ გამოიწვია, რომელიც ევროკომისიის პრეს-სპიკერისგან ჩვენ ფორმულა ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ მოვისმინეთ. რა მტკიცებულებები აქვს ევროკავშირს მაშინ, როცა ის ქართული ოცნების პრორუსულ პოლიტიკაზე საუბრობს, სწორედ ეს ვკითხეთ ჩვენ ბრიუსელში ევროკომისიის პრეს-სპიკერს, რის საპასუხოდაც ანიტა ჰიპერმა ივანიშვილის რეჟიმის რეპრესიულ პოლიტიკაზე მიუთითა და მიუთითა იმ ძალადობაზე, რომელსაც რეჟიმი საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ მიმართავს. და ეს მაშინ, როცა ახლა ქართული ოცნების რომ სწორედ საქართველოს მოქალაქეები გამოცხადდნენ მოძალადეებად და დაადანაშაულოს ისინი პროტესტის მონაწილე საქართველოს მოქალაქეები იმაში, რომ 4 ოქტომბერს ისინი თითქოს ძალადობრივი გზით სახელმწიფოს გადატრიალების მოწყობას ცდილობდნენ. თუმცა, აქ უნდა ვთქვათ ისიც, რომ ქართული ოცნება მისთვის სასურველ გზავნილებს ვერ ისმენს. არა მხოლოდ იმ ევროპელი მოკავშირეებისგან, რომლებიც ამ დრომდეც კრიტიკული იყვნენ რეჟიმის მიმართ, არამედ იმ აქტორებისგანაც, რომლებიც შეიძლება ითქვას, რომ ივანიშვილის რეჟიმის მიმართ შედარებითი კეთილგანწყობით გამოირჩევიან. გულისხმობთ მაგალითად ლუკაშენკოს ბელარუსს, რომელიც მხოლოდ იმით შემოიფარგლა, რომ მუნიციპალურ არჩევნებში ივანიშვილს გამარჯვება მიულოცა. ამიტომ ახლა ქართული ოცნება ისევ დასავლეთის დემონიზების კამპანიას აგრძელებს და გარდა იმისა, რომ არაობიექტურ შეფასებაში ადანაშაულებს დასავლურ პარტნიორებს, ის ასევე ამტკიცებს, რომ 4 ოქტომბრის პროცესის მომზადებაში ევროპული სტრუქტურების იყვნენ ჩართული. ჩვენ სწორედ ეს განცხადება მოვისმინეთ დღეს შალვა პაპუაშვილისგან. უკვე ორჯერ გააკეთა 4 ოქტომბრის წარუმატებელი დამხობის შემდეგ კომენტარი პრეს-სპიკერმა და ეს არის და ორივეჯერ თავს დაესხა საქართველოს ხელისუფლებას ნაცვლად იმისა, რომ დაეგმო მოძალადეების და პრეზიდენტის სასახლის შტურმით ამღებების ქმედება. ეს არის უსუსური მცდელობა, რომ გაექცეს ეს ადამიანი პასუხისმგებლობას იმისთვის, რაც გააკეთა, კერძოდ ის, რომ შეაგულიანა და გარე ხარდაჭერა გამოუცხადა 4 ოქტომბერს დაგეგმილ ხელისუფლების დამხობის შეკრებას. ზედმეტია საუბარი საერთოდ რაღაც ევროპულ სტანდარტებზე. ეს არის უბრალოდ მიუღებელი, როდესაც არაარჩეული ბიუროკრატი თავს ესხმის სხვა ქვეყნის დემოკრატიულად არჩეულ ხელისუფლებას. ჩვენ ხედავთ, რომ არის მცდელობა ძალადობრივი გზით ხელისუფლების შეცვლისა და სამწუხაროდ ამ ყველაფრის უკან დგას არა უბრალოდ უცხო ძალები, არამედ პირდაპირ ხედავთ სხვადასხვა ევროპულ სტრუქტურებს, რომლებიც ჩართული არიან ამ ყველაფერში. ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ ქართული ოცნების მიზანი 4 ოქტომბერს სწორედ ქართველი ხალხის ბრძოლის დისკრედიტირება იყო და ის ამისით ცდილობდა, რომ მოვლენების იმგვარად განვითარებისთვის შეეწყო ხელი, რომ ამის შემდეგ დასავლელ პარტნიორებს საქართველოს მოქალაქეების მხარდაჭერა აღარ გაიგრძელებინათ. თუმცა გაირკვა, რომ 4 ოქტომბრის პროტესტიც და ის მოვლენებიც, რომლებიც ამის შემდეგ განვითარდა, როცა ქართული ოცნება ყოველდღიურად აკავებს ამ პროტესტის მონაწილეებს, დასავლელი პარტნიორებისთვის მხოლოდ ოცნების რეპრესიულობის ახალ დასტურად იქცა. რა თქმა უნდა, ამ რუსკოცების მიზანი და ამოცანა იყო, რომ ისე წარმართულიყო რამენაერად ეს აქცია, რომ აი რაღაცა იქ უბედურება მომხდარიყო და აი სურათი ყოფილიყო ისეთი, როგორიც მათ უნდოდათ, რომ აი ეს არის ძალადობა, ეს მართლა დამხობა, მართლა რაღაცა გადატრიალება, ეს ამის რაღაცა მცირე ელემენტები, როგორც ჩანს, შეძლეს მინიმალურ დონეზე, ასე ვთქვათ, მათმა პროვოკატორებმა, დანარჩენი აბსოლუტურად ჩაუფლავდათ და ამიტომ მიმაჩნია, რომ 4 ოქტომბერი როგორც მშვიდობიანი აქცია შედგა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქართველი ხალხისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც საქართველოს მეგობრებისთვის. ქართულმა ოცნებამ გადააკვეთა გარკვეული ზღვარი, რომელიც იქითაც უკვე შეუძლებელია შენახულიყო დემოკრატიული ხელისუფლება და შესაბამისად არავინ შენ როგორც მეგობარს ისე აღარ შემოგხედავს. როგორ არ გმობს, არა რუსები ხო გმობენ, ბელორუსები ხო გმობენ, ნუ ამით უნდა მიხვდეს ყველა ამომრჩეველი, ვინ არის ქართული ოცნების მხარეს, ანუ ამ პლანეტის ცივილიზებული ნაწილი კი არა, დემოკრატიის მოყვარული ნაწილი კი არა, ის ნაწილი, რომელსაც გვინდა რომ მაქსიმალურად გავერიდოთ. რუსული რეჟიმი ვერავის ვერ მოატყუებს
მეგობრებო, რუსული რეჟიმი სპეციალურად დგამს იმ ნაბიჯებს, რომელიც არის ანტიდასავლური. ისინი ცდილობენ, რომ დასავლეთმა ჩვენზე ხელი ჩაიქნიოს. რუსული რეჟიმი ცდილობს ერთადერთს, რომ ევროპამ ჩვენზე თქვას უარი, რათა ისინი თავისუფლად შეუერთდნენ თავიანთ მშობლიურ რუსეთს. აი ეს არის მათი მიზანი. დასავლეთი, რა თქმა უნდა, ბოლომდე იდგება ქართველი ხალხის გვერდით, ქართული სახელმწიფოს გვერდით და არავითარ შემთხვევაში ისინი მხარს არ დაუჭერენ რუსულ რეჟიმს და მათ რეპრესიებს. დასავლეთი არ აღიარებს მათ, არ აღიარებს მათ ჩატარებულ არცერთ ღონისძიებას, მათ შორის არც ეგრეთ წოდებულ არჩევნებს, აქედან გამომდინარე, მათ უჭირთ ამასთან შეგუება და ყოველდღიურად ცდილობენ, რომ ეაჯონ რაღაცნაირად მიმართონ დასავლეთს, რომ ისინი არიან ერთადერთი მოთამაშეები და მოუწოდონ მათ აი ამ ტრაგიკული რეალობის მიღებისკენ, აღიარებისკენ, რაც დღეს საქართველოშია და რა თქმა უნდა, ამას რომ არ აღიარებს ევროკავშირი, არ აღიარებენ ჩვენ დასავლელი პარტნიორები, ეს ნიშნავს იმას, რომ ისინი დგანან ქართველი ხალხის გვერდით ამ ბრძოლაში თავისუფლებისთვის. კონკრეტულად ანიტა ჰიპერის გადანაშაულება იმაში, რომ ის მონაწილეობდა 4 ოქტომბრის პროცესის მომზადებაში ქართულმა ოცნებამ წამოიწყო ჯერ კიდევ 4 ოქტომბრამდე და მაშინაც ეს ქართული ოცნება დაეყრდნო იმ განცხადებას, რომელიც ანიტა ჰიპერისგან მოვისმინეთ ფორმულა ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ. მაშინ ჰიპერმა თქვა მხოლოდ ის, რომ ქართულ ხალხს აქვს გამოხატვის უფლება და ქართულმა ოცნებამ ეს უფლება უნდა დაისვას. სწორედ ამაზე დაყრდნობით მიუთითებს ქართული ოცნება დღემდე, რომ ანიტა ჰიპერი 4 ოქტომბრის პროცესის მომზადებაში ჩართული, თუმცა უნდა ვთქვათ ისიც, რომ ოცნებამ ბევრ სხვა დასავლელი პარტნიორებისგან მოისმინა ქართველი ხალხის ბრძოლის დაგმობა და ამ ბრძოლის ძალადობად შეფასება, რაც როგორც ჩანს ოპოზიციის შეფასებით 4 ოქტომბერს იყო კიდეც ოცნების მოქმედებების მიზანი, რის გამოც ახლა ქართულ ოცნებაში უკვე აღინიშნა, რომ ისევ დასავლეთს ადანაშაულებენ, მისი დისკრედიტაციის კამპანიას აგრძელებენ და ამბობენ, რომ ძალადობრივ პროცესში მთლიანად ევროპული სტრუქტურები იყვნენ ჩართული.